ამოცანა 1-18-ის პირველი. 1 შეფარდებული 1/2 პლუს 1 შეფარდებული 2/3 პლუს და ასე შემდეგ 1 შეფარდებული 100 101. ასეთი ჯამი გვაქვს, ახლა ამას მეორენაირად ეწოდება ტელესკოპური ჯამი, ანუ ტელესკოპურ ჯამამდე უნდა დავიყვანოთ და რა უნდა ვქნათ ახლა. პირველი შესაკრები 1 შეფარდებული 1/2-თან, მოდი შევცვალოთ ასე. 1 მეერთეც მინუს 1 მეორედი. ცხადია ეს არის 1 მეორედი და რაც პირველი შესაკრების ტორფასი, ანუ იგივეა. მეორე 1 შეფარდებული 2/3-თან შევცვალოთ ასე. 1 მეორეც მინუს 1 მესამედი. 1 მეორეც რო 1 მესამედი გამოვაკლოთ, ცხადი არის 1 შეფარდებული 2/3-თან. ნუ პლუს მოდი შემდეგი წევრით ვნახოთ რა იქნებოდა. შემდეგი წევრი იქნებოდა 1 შეფარდებული 3/4-თან, ანუ 1 მესამედს მინუს 1 მეოთხე. პლუს და ასე შემდეგ და მოვიწეროთ ბოლოს წინა წევრი და ბოლო წევრი. ბოლოს წინა იქნებოდა 99 ჯერ 100 და ბოლო არის 100 ჯერ 101. 1 შეფარდებული 99 ჯერ 100-ის მაგივრად 1 შეფარდებული 99-ს მინუს 1 შეფარდებული 100-თან. პლუს 1 შეფარდებული 100 ჯერ 101-ის მაგივრად 1 მე-100-ს მინუს 1 შეფარდებული 101-თან. რო დავაკვირდეთ ახლა ამას, პირველი შესაკრების მეორე წევრი აბათილებს მეორე შესაკრების პირველ წევრს. ეს ამას გააბათილებს, ეს გააბათილებდა აქ რო არის იმას, ეს გააბათილებდა აქ რო არის იმ წევრს, ეს 1 მინუს 1 შეფარდებული 100 ამას აბათილებს, ანუ გვრჩება მარტო პირველი და ბოლო წევრი, ამიტომ ეძახიან ამას ტელესკოპურ ჯამს. პირველი და ბოლო წევრი გვრჩება, ანუ დაგვრჩა 1 მინუს 1 შეფარდებული 100-თან. ამის გამო ანგარიშება უკვე შეგვიძლია და არის 100 შეფარდებული 101-თან. ამოცანა 1-18-ის მეორე. 1 შეფარდებული 1/3 პლუს 1 შეფარდებული 3/5 პლუს და ასე შემდეგ. პლუს 1 შეფარდებული 99 ჯერ 101-ზე. ასეთი ჯამი გვაქვს. მოდი ამ პირველი წევრი შევცვალოთ შემდეგნაირად. 1 შეფარდებული 1 ჯერ 3-ის მაგივრად დავწეროთ 1 მე-1-ს მინუს 1 მესამედი. ნუ ეს 1 მე-1-ს მინუს 1 მესამედი ცხადი არის 2 შეფარდებული 1 ჯერ 3-თან, ანუ პირველ შესაკრებზე 2 ჯერ მეტია. მოდი მეორე შესაკრებით შევცვალოთ მსგავსად. ანუ იქნება 1 მე-13 მინუს 1 მე-5. რო გამოვიანგარიშოთ ჩვენ 1 მე-13 მინუს 1 მე-5, ანალოგიურად მივიღებთ აქაც რო არის 2 შეფარდებული 3 ჯერ 5-თან, ანუ ამ მეორე წევრზეც 2 ჯერ მეტია. ნუ პლუს და ასე შემდეგში იგულისხმება რომ რა კანონზომიერებასაც ვხედავთ, იმ კანონზომიერებით ემატება რიცხვები. ანუ შემდეგი იქნებოდა 5 ჯერ 7. ანუ 1 მე-5-ს მინუს 1 მე-7. ნუ ესეც ცხადია 2 ჯერ მეტი იქნებოდა შემდეგ წევრზე. პლუს და ასე შემდეგ 1 შეფარდებული 97-ს მინუს 1 შეფარდებული 99 იქნებოდა ამის წინა წევრი და თვითონ ბოლო წევრი 1 შეფარდებული 99-ს მინუს 1 შეფარდებული 101-თან. ნუ ესეც რო გამოვიანგარიშოთ არის ცხადია 2 ჯერ მეტი. ანუ აქ რა რიცხვებიც გვიწერია, იგივე რიცხვები გვიწერია აქ, უბრალოდ მარჯვენა მხარეს არის 2 ჯერ მეტი. ამიტომ გამოსახულება მთლიანად ჩხილებში რო ჩავსვათ და გავყოთ 2-ზე, მივიღებთ ზუსტად იგივეობას, ანუ ტოლობას. ახლა როცა 2-ზე გავყავით, უკვე მარცხენა ტოლობის მარცხენა მხარე უდრის უკვე მარჯვენა მხარეს. რატო ჩავწერეთ ახლა ასე? ეს არის უკვე ტელესკოპური ჯამი, ანუ პირველი შესაკრების მეორე წევრი აბათილებს მეორე შესაკრების პირველ წევრს და ასე შემდეგ. მეორე შესაკრების მეორე წევრი აბათილებს მესამე შესაკრების პირველ წევრს. და ასე შემდეგ. ეგ -1 მე-7 აქ რომელიღაცა შემდეგი შესაკრების პირველ წევრს გააბათილებდა, ეს აქ გააბათილებდა -1 შეფარდებული 99-მა -1 შეფარდებული 99 გააბათილდა
და გვჭება მარტო პირველი და ბოლო წევრი. უკვე ამ პირველი და ბოლო წევრის გამოკლება ადვილად შეგვიძლია. ანუ 1 - 1 შეფარდებული 100-თან გაყოფილი 2-ზე არ დაგვავიწყდეს. ეს გავაერთმიჯნელი და გამოვაკლოთ, მივიღებთ 100 შეფარდებული 100-თან, გაყოფა 2-ის მაგივრად დავწეროთ გამრავლებული 1/2-ზე, ანუ გაყოფა იგივე შებრუნებულზე გამრავლებაა. 2 და 100 რო შევკვეცოთ, არის 50, აქ ქვემოთ 1. ანუ მივიღეთ 50 შეფარდებული 101-თან. ამოცანა 1/18-ის მესამე 1 შეფარდებული 1 ჯერ 3 პლუს 1 შეფარდებული 2 ჯერ 4 პლუს 1 შეფარდებული 3 ჯერ 5 პლუს და ასე შემდეგ 1 შეფარდებული 18 ჯერ 20-მდე. ასეთი ჯამი გვაქვს მოცემული, როგორ უნდა გამოვიანგარიშოთ ახლა ეს. რაღაც კანონზომიერებას ვამჩნევთ და უნდა მივხვდეთ აქ, რომ საჭიროა კენტების ამოწერა ცალკე და ლუწების ამოწერა ცალკე. მოდი ამოვიწეროთ ამ შესაკრებიდან ყოველი მეორე წევრი 1 შეფარდებული 1 ჯერ 3 პლუს 1 შეფარდებული 3 ჯერ 5 პლუს და ასე შემდეგ გაგრძელდება 1 შეფარდებული 17 ჯერ 19-მდე. შემდეგ გამოვიწეროთ ლუწი წევრები, რაც დაგვრჩა, ანუ 1 შეფარდებული 2 ჯერ 4, 1 შეფარდებული 4 ჯერ 6 იქნებოდა და ასე შემდეგ 1 შეფარდებული 18 ჯერ 20. ხადი ამ ორი წევრის ჯამს თუ ვიპოვით მოცემული წევრების ჯამსაც. დავიწყოთ პირველით. პირველი გადავიწეროთ შემდეგნაირად. 1 შეფარდებული 1 ჯერ 3-ის მაგივრად გადავიწეროთ 1/1 - 1/13. რო გამოვიანგარიშოთ ახლა ეს წევრი არის 2 შეფარდებული 1 ჯერ 3-ზე. ანუ პირველ წევრზე არის 2 ჯერ მეტი. გამოვიანგარიშოთ შემდეგი წევრიც. ანუ 1 შეფარდებული 3 ჯერ 5-ის მაგივრად გადავიწეროთ 1/13 - 1/5. რო გამოვაკლოთ ეს და გამოვიანგარიშოთ, იქნება 2 შეფარდებული 3 ჯერ 5-თან. ანუ მეორე წევრზე 2 ჯერ მეტი. პლუს, ერთი შემდეგი წევრიც ამოვიწეროთ, 3 ჯერ 5-ის მერე იქნებოდა 5 ჯერ 7, ანუ 1/5 - 1/7 და ესეც იქნებოდა 2 ჯერ მეტი, პლუს და ასე შემდეგ 1 შეფარდებული 17 - 1 შეფარდებული 19. ესეც რო გამოვიანგარიშოთ, უნდა იყოს 2 ჯერ მეტი, აქ რა მიწერია? 99 არ უნდა მეწეროს, უნდა მეწეროს 17 და 19. ხო. ანუ ეს მოცემული წევრიც არის ამ წევრზე 2 ჯერ მეტი. ანუ მოცემული წევრები ჩვენ რო გავყოთ 2-ზე, მივიღებთ ზუსტად იგივეს ისი პოვნაც გვინდოდა. რო დავაკვირდეთ ახლა ამ მოცემულ ჯამს, -1/13 აბათილებს +1/13, -1/5 აბათილებს +1/5 და ასე შემდეგ. ყოველი წევრის წინა წევრი აბათილებს შემდეგ წევრს. და აქ მხოლოდ დაგვრჩება პირველი და ბოლო წევრი. ანუ 1 - 1 შეფარდებული 19 გაყოფილი 2-ზე. გაყოფილი 2-ის მაგივრად დავწეროთ გამრავლებული 1/2-ზე. ეს უკვე ჩვეულებრივი წილადების შეკრება გამოკლებაა. 18 - 19 რო გავამრავლოთ 1/2-ზე, მივიღებთ 19 - 19. აქ გამოვიანგარიშეთ კენტები, ანალოგიურად უნდა გამოვიანგარიშოთ ლუწებიც. 1 შეფარდებული 2 ჯერ 4-ის მაგივრად დავწეროთ შემდეგი წევრი 1/2 - 1/4. ეს რო გამოვიანგარიშოთ 1/2 - 1/4, მივიღებთ რომ არის
2 შეფარდებული 2-ჯერ 4-თან, ანუ პირველ წევრზე ესეც 2-ჯერ მეტია. მეორე წევრის მაგივრად გადავიწეროთ 1/4 მინუს 1/6, რომ გამოვიანგარიშოთ. ამასაც მივიღებთ 2-ჯერ მეც ვიდრე თვითონ ეს წევრია. გამოვიანგარიშოთ მესამე წევრი არა, ბოლო წევრის მაგივრად 1/18 მინუს 1/20 გადავიწეროთ. ესეც 2-ჯერ მეტი იქნება, ცხადია. და ამიტომ მოცემულ წევრთა ჯამს გავყოფთ 2-ზე. აქაც ყოველი შესაკრების წევრის მეორე წევრი აბათილებს შემდეგი შესაკრების პირველ წევრს. ანუ -1/4 პლუს 1/4-ს გააბათილებს, აქ -1/6 შემდეგი წევრი გააბათილებდა 1/18-ს. ამის წინა წევრი გააბათილებდა და რჩება მარტო 1/2-ს -1/20 გაყოფილი 2-ზე, ანუ გამრავლებული 1/2-ზე. 1/2-ს -1/20 არის 9/20, გავამრავლებთ 1/2-ზე და მივიღებთ 9/40. ანუ ვიპოვეთ ამ ორი წევრის ჯამი და ეს მოცემული ჯამი იქნება 9/19 პლუს 9/40. ამას ჩვეულებრივ გავაერთმშელიანებთ და შევკრიბავთ, მივიღებთ 571 შეფარდებული 760-თან. ამოცანა 1/18-ის მეოთხე. 1 შეფარდებული 1/4 პლუს 1 ასე შემდეგ 1 შეფარდებული 17-ჯერ 20. ანუ ნიშნავს შეხედავთ ასე შემდეგ 17-ჯერ 20-მდე. აქ მოკლედ ბევრს ვიფიქრებთ თუ ცოტას ვიფიქრებთ, ეს წევრი უნდა დავყოთ 3 ქვეჯამად. ანუ მოცემული ჯამი უნდა დავყოთ 3 ქვეჯამად. პირველი უნდა მოვიწეროთ 1 შეფარდებული 1/4 და ამის ყოველი მესამე წევრი. ანუ 1/4, 4-ჯერ 7, 7-ჯერ 10 და ასე შემდეგ 10-ჯერ 13, 13-ჯერ 16 და 16-ჯერ 19 იქნებოდა ბოლო წევრი. 19-ჯერ 22 აღარ იქნებოდა, იმიტომ რომ 20-მდე გვაქვს აქ ჩაკეტილი, შეჩერებული. შემდეგი უნდა მოვიწეროთ 1 შეფარდებული 2/5 და ამის ყოველი მესამე წევრი, ანუ 2/5 ნიშნელში, მერე 5-ჯერ 8, 8-ჯერ 11 იქნებოდა, შემდეგი რომელი იქნებოდა 11-ჯერ 14, 14-ჯერ 17 და 17-ჯერ 20. შემდეგ უნდა მოვიწეროთ 6-ჯერ 9-სთან, 9-ჯერ 12-თან, 12-ჯერ 15-თან, 15-ჯერ 18 და 18-ჯერ 21, 9 აღარ იქნებოდა, ანუ ეს იქნებოდა ბოლო წევრი. ანუ ამ სამი წევრის ჯამი თუ ვიპოვეთ, მერე ამ მიღებულ პასუხებს შევკრიბავთ და მივიღებთ საწყის გამოსახულების ჯამს. დავიწყოთ ახლა პირველით. პირველი შესაკრების პირველი წევრი გადავიწეროთ ასე. 1 შეფარდებული 1/4-ის მაგივრად 1/1 - 1/4. გამოვიანგარიშოთ ეს და არის 3 შეფარდებული 1/4-თან, ანუ პირველ წევრზე არის 3-ჯერ მეტი. მეორე წევრი გადავიწეროთ 1/4 - 1/7. რომ გამოვიანგარიშოთ ესეც არის 3 შეფარდებული 4-ჯერ 7-თან, ანუ მეორე შესაკრებზე 3-ჯერ მეტი. მესამე შესაკრები რო გადავიწეროთ 1/7 - 1/10 და გამოვიანგარიშოთ ესეც არის 3-ჯერ მეტი და ასე შემდეგ. ბოლო წევრი 1/16 - 1/19 გამოვიანგარიშოთ და ესეც არის 3-ჯერ მეტი, ანუ აქ რა წევრებიც გვიწერია, ყველანი არიან 3-ჯერ მეტი ვიდრე საწყისი გამოსახულებაში რაც გვიწერია. ამიტომ ეს გამოსახულება უნდა გავყოთ 3-ზე, რომ მოხდეს აქ ტოლობა, გაუტოლოთ გამოსახულებები ერთმანეთს. რატო გადავიწერეთ ახლა ასე? ამგვარად ჩაწერილი გამოსახულება ამის მეორე წევრი აბათილებს პირველ წევრს, ანუ ყოველი წევრის მეორე წევრი აბათილებს შემდეგი წევრის პირველ წევრს. და მას ქვია ტელესკოპური ჯამი.
ანუ -1/4 პლუს 1/4-ს გააბათილებს, -1/7 პლუს 1/7-ს, -1/10 აქ შემდეგი წევრი გააბათილებდა, 1/16-ს წინა წევრი გააბათილებდა და გვჩება მარტო პირველი და ბოლო წევრი. 1/1-1/19 გაყოფილი 3-ზე, ანუ გამრავლებული 1/13-ზე. ამის გამო ანგარიშება შეგვიძლია უკვე და არის 18/19 გამრავლებული 1/13-ზე და არის 6/19. პირველი ქვეჯამი დავამთავრეთ. გავაგრძელოთ მეორე ქვეჯამის გამოთვლაც. მეორე ქვეჯამის გამოთვლაშიც ანალოგიურად უნდა მოვიქცეთ. ანუ 1 შეფარდებული 2-ჯერ 5-ის მაგივრად 1/2-ს მინუს 1/5, 1/5-ს მინუს 1/8 და ასე შემდეგ 1/17-ს მინუს 1/20. ცხადია ესეც რომ გამოვიანგარიშოთ, მივიღებთ საწყის ჯამზე 3-ჯერ მეტ რიცხვებს. ანუ ეს მოცემული ჯამი რო გავყოთ 3-ზე, მივიღებთ საწყის გამოსახულებას. აქაც -1/5 პლუს 1/5-ს აბათილებს, -1/8 შემდეგი წევრი გააბათილებდა, 1/17-ს წინა წევრი და გვჩება 1/2-ს მინუს 1/20. გაყოფილი 3-ზე, ანუ გამრავლებული 1/13-ზე, 9/20 რო 1/13-ზე გავამრავლოთ, 3/20 არის. ანუ მეორე ქვეჯამის მნიშვნელობაც ვიპოვეთ, გადავიდეთ მესამე ქვეჯამის მნიშვნელობაზე. ნუ რა თქმა უნდა, აქაც ანალოგიურად მოვიქცევით. 1 შეფარდებული 3-ჯერ 6-ის მაგივრად 1/13-ს მინუს 1/6, მერე იქნებოდა 1/6-ს მინუს 1/9 და ბოლო წევრი იქნებოდა 1/15-ს მინუს 1/18. ანალოგიურად რო გამოვიანგარიშოთ თითოეული წევრის მნიშვნელობა ცალ-ცალკე, 1/13-ს მინუს 1/6 არის 3 შეფარდებული 3-ჯერ 6-თან, ანუ პირველ წევრზე 3-ჯერ მეტი გვიწერია აქ, მერე მეორე წევრზე 2-ჯერ მეტი გვიწერია მაგის შესაბამის ადგილას და ბოლო წევრზე 3-ჯერ მეტი გვიწერია შესაბამის ადგილას. ანუ გამოსახულება ფრჩხილებში რო ჩავსვათ და გავყოთ 3-ზე, მივიღებთ საწყის გამოსახულებას. ანუ ტოლობა აქ ჭეშმარიტია. აქ უკვე ტელესკოპური ჯამი გვაქვს, -1/6 1/6-ს გააბათილებს, -1/19-ს შემდეგი წევრი გააბათილებდა, 1/15-ს წინა წევრი გააბათილებდა და გვჩება 1/13-ს მინუს 1/18 გაყოფილი 3-ზე, ანუ გამრავლებული 1/13-ზე. ამის გამო ანგარიშება უკვე შეგვიძლია. ანუ 5/18 უნდა გავამრავლოთ 1/13-ზე და მივიღებთ 5/54-ს. ვიპოვეთ სამივე ქვეჯამი ცალ-ცალკე. საწყისი გამოსახულება რო ვიპოვოთ, ეს სამივე ქვეჯამი უნდა შევკრიბოთ. ჩვეულებრივ წილადების შეკრება გავაერთმშელიანებთ და მივიღებთ 5729 შეფარდებული 10260-თან.